მოგესალმებით. უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, ჩიხში არის შესული და ამაში დიდია Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის როლი და შესაბამისად მათი მარიონეტების მიერ შესრულებული დავალებებიც ამას ემსახურება. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ როგორც კი შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესის დაწყება და ომის დასრულებაზე გზავნილები. ასევე გვახსოვს, რომ მაშინვე დაიწყო ევროკრატებისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის გაუთავებელი საუბრები და განცხადებები უკრაინის გაუთავებელ მხარდაჭერასა და კიდევ უფრო მეტი ფინანსების მიწოდების საკითხზე. Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის გეგმაში უკრაინის ომს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამ ომმა საბოლოოდ უნდა დაასუსტოს და სტაგნაციის დონემდე მიიყვანოს ევროპის ქვეყნებისა და მთლიანობაში ევროკავშირის ეკონომიკა. შესაბამისად, ყველაფერი იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს. საამისოდ კი საჭიროა უკრაინის სწორედ იმდენი იარაღით მომარაგება, რაც ომის გახანგრძლივებას დასჭირდება და არა უკრაინისთვის უფრო ძლიერი ან რეალური მხარდაჭერის აღმოჩენას. აქ უკრაინის გამარჯვებას არ ვამბობთ, ვინაიდან უკრაინის გამარჯვების სახით რა სცენარი აქვს წარმოდგენილი ევროკრატებსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას, ეს ბოლომდე მათაც არ იციან და ისე ისვრიან განცხადებებს უკრაინის გამარჯვებაზე, ეგონება სტადიონზე 2 გუნდი გადის და ევროკრატები ერთ-ერთი გუნდის ქომაგების როლს ასრულებენ. ძალიან საინტერესო იყო ახალი გამოკითხვის გამოქვეყნება უკრაინის შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, უკრაინელთა უმეტესობა პირველ ტურში ხმას მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და ბრიტანეთში უკრაინის ელჩს ვალერი ზალუჟნის მისცემდა. გამოკითხულთა დაახლოებით 22% ხმას ზელენსკის მისცემდა, ხოლო 20% ზალუჟნის. მეორე ტურში გამოკითხვამ ზალუჟნის გამარჯვება აჩვენა. ის ხმების 41.4%-ს მიიღებდა, ხოლო ზელენსკი 27%-ს. ასეთი სოციოლოგიური გამოკითხვებით, როგორც წესი, ახალი პოლიტიკური ძალისთვის ამზადებენ ხოლმე ნიადაგს და ამაში არც ახალია რამე და არც გასაკვირი. ჯერ კიდევ მანამ, სანამ ვალერი ზალუჟნის დიდ ბრიტანეთში ელჩად გაუშვებდნენ, მასზე მაშინვე იყო საუბარი, რომ ბევრად უფრო პოპულარული იყო სამხედროებსა და მოსახლეობაში, ვიდრე ვადაგასული პრეზიდენტი ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის ვადა გასული წლის 20 მაისს ამოეწურა. მაგრამ Deep State-ის, იგივე გლობალური ომის პარტიის დაკვეთით, საგარეო არენაზე მხარდაჭერას მაინც ინარჩუნებს. საშინაო ვითარებას რაც შეეხება, ძნელი სათქმელია მოსახლეობის უმრავლესობა იმ პრეზიდენტს უჭერდეს მხარს, ვინც იძულებით მობილიზაციას ახორციელებს, სადაც ცემატყებითა და ზურგზე ხელებ გადაგრეხილებს მიათრევენ ომში სამხედრო კომისარიატების თანამშრომლები. მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებს კი ხელს არ კიდებენ. დავუბრუნდეთ ზელენსკისა და ზალუჟნის საკითხს. ჩვენ ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ როგორც ვლადიმერ ზელენსკი არის Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის მარიონეტი, ისევე იქნება ვალერი ზალუჟნიც. უბრალოდ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ზელენსკის შემცვლელის პოვნა უჭირთ და არჩევანი ზალუჟნიზე გააკეთეს. ვალერი ზალუჟნის ეკუთვნის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა უკრაინასთან და ომთან დაკავშირებით. მაისში გამართულ ერთ-ერთი შეხვედრისას ზალუჟნი ამბობდა, ციტატა: იმედია, რომ ამ დარბაზში აღარ არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ რაიმე სასწაულის იმედი აქვთ, რომელიც უკრაინაში მოიტანს მშვიდობას 1991 ან 2022 წლის საზღვრებს და ამის შემდეგ უკრაინაში დიდი ბედნიერება იქნება. მსგავსი განცხადება უკრაინის ხელისუფლების რომელიმე სხვა წარმომადგენელს რომ გაეკეთებინა, შეიძლება სამშობლოს ღალატისთვის დაეჭირათ კიდეც ზელენსკის მიერ აშენებულ სამაგალითო დემოკრატიაში, როგორც ამას ევროკრატები ამბობენ ხოლმე. მაგრამ ზალუჟნის ხელს არავინ ჰკიდებს, რადგან როგორც ჩანს, მზადდება ზელენსკისა და მისი მთავრობის მოსახერხებელ დროს ჩარეცხვის გეგმა და უფრო გაწონასწორებული და პროგნოზირებადი მეორე მარიონეტით შეცვლა. ეს ახალი მარიონეტი უკვე ომში გამარჯვებულის ტონით შეაფასებს ახალ რეალობას და იმას, რომ უკრაინამ შეიძლება ვეღარ დაიბრუნოს 1991 წლის ან 2022 წლის საზღვრები, რაც შეიძლება გამარჯვებადაც გამოაცხადონ. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ზელენსკისა და უკრაინას ძალიან ცუდი ამბავი წამოეწიათ. თან ისე, რომ როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, ამაზე ოფიციალური ინფორმაციაც არ მიუღიათ. სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით,
შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეაჩერა. საუბარია პეტრიოტის სისტემებსა და სტინგერის რაკეტებზე. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს. პენტაგონმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა. ამაზე უკვე წერს პოლიტიკო. გამოსემა სამ ანონიმურ პირზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ არსებობს შეშფოთება, რომ შტატების იარაღის მარაგი ძალიან შემცირდა, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. უკრაინაში პოლიტიკური ვითარებისა და ხალხის განწყობების შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. 2022 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. უკვე მეოთხე წელია ქვეყანა ნგრევის, გენოფონდის განადგურების და ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა. მაგრამ არის კიდევ ერთი ომი, ბევრად უფრო ხანგრძლივი, რომელიც უკრაინაში 30 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეს არის კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარე გაუთავებელი ბრძოლა, სადაც უკრაინა უიმედოდ მარცხდება, სამომავლო პერსპექტივის გარეშე. კორუფციის წარმოუდგენელმა მასშტაბმა უკრაინული სახელმწიფო შიგნიდან გამოღრნა და მას განვითარების საშუალება მოუსპო. ყველა უკრაინელი ლიდერი ამ გამოწვევის წინაშე აბსოლუტურად უძლურია. შეიძლება უბრალოდ მათ არც არასდროს ჰქონიათ კორუფციის დამარცხების სურვილი. შეიძლება თვითონ უწყობენ ხელს. მაგრამ ის, რაც უკრაინისთვის ტრაგიკული ომის დაწყების შემდეგ ხდება, ორმაგად უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა რიგითი უკრაინელებისთვის. ქვეყანა ერთის მხრივ საომარი მოქმედებების მსხვერპლია, ხოლო მეორეს მხრივ ის დიდი რაოდენობით ფულადი დახმარება, რაც უკრაინას გამოეყო, ერთეულების ჯიბეში მიემართება. ზელენსკი ამ ყველაფერს აორგანიზებდა და კვლავაც აგრძელებს. ამერიკული დახმარების მითვისება, დასავლური დახმარების ზოგადად და უკრაინული ბიუჯეტის. მათ ეს მშვენივრად იციან. ზელენსკიმ ტრამპს და ვენს ოვალურ კაბინეტში შეურაცხყოფა მიაყენა, რადგანაც მას ნათლად აუხსნეს თუ რა იქნება შემდგომ. შემდგომ კი ამ კორუფციული სქემების გამოქვეყნება მოხდება. როდესაც უკრაინელმა ხალხმა ნახა რამდენი მოიპარა მან უკრაინელი ჯარისკაცების სისხლზე, უცნობია როგორ განვითარდებოდა მოვლენები. თვითონ უკრაინელი ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვს კორუფციის დამარცხებას. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად კორუფცია მოსახლეობის უმთავრეს გამოწვევად იქცა. არადა ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი დაპირება წინასაარჩევნო კამპანიის დროს სწორედ კორუფციასთან დაუნდობელი ბრძოლა და მისი დამარცხება იყო. ზელენსკის გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე წლით ადრე ის ცნობილ უკრაინულ სერიალში მთავარ გმირს თამაშობდა, ვასილი გოლობოროდკოს, რომელსაც პატიოსანი მასწავლებლის იმიჯი ჰქონდა მორგებული და კორუფციის დამარცხებას ცდილობდა. ზელენსკის გმირი უკრაინის პრეზიდენტი გახდა, სერიალს კი ხალხის მსახური ერქვა. როგორც დრომ გვიჩვენა, ეს მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვის საკმაოდ ეფექტური ოპერაცია აღმოჩნდა. შემდეგ ზელენსკიმ საკუთარ პარტიასაც იდენტური სახელი დაარქვა, ხალხის მსახური. რიგით უკრაინელებს დააჯერეს, რომ ზელენსკი მშვიდობის მტრედი იქნებოდა და მართლა დაიწყებდა კორუფციასთან ბრძოლას. ზელენსკიმ სერიალის შემდეგ მეორედ მოირგო უკრაინის პრეზიდენტის როლი, როდესაც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ უკრაინული კორუფცია მისი მმართველობის დროს ოდნავადაც არ შესუსტებულა. ჩვენი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი ოდიოზური უკრაინელი პოლიტიკოსი, სააკაშვილის მეხოტბე და საქართველოს მტერი ალექსეი გონჩარენკოც კი აღიარებს იმ შემზარავ კორუფციას, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი. უკრაინის შიგნით სამწუხაროდ კორუფცია და ქაოსია. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, იმისთვის რომ ეს კორუფცია და ქაოსი შევაჩეროთ. მაგრამ გონჩარენკო და უკრაინის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის სხვა წარმომადგენლები საკუთარ ქვეყანაში გამეფებულ უკანონობას კი არ ებრძვიან. საქართველოს დასანქცირებას ლობირებენ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე გლობალური ომის პარტიის, ანუ Deep State-ის სხვა მარიონეტებთან ერთად. იმ საქართველოს, რომელიც უკრაინას და კიდევ ბევრ ევროპულ ქვეყანას კორუფციის აღქმის ინდექსით საგრძნობლად უსწრებს. იმის მაგივრად, რომ გონჩარენკომ, ზელენსკიმ და სხვა უკრაინელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს მშვიდობის პოლიტიკა და კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის პრაქტიკა გადაიღონ, ისინი საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან ევროპული ტრიბუნებიდან. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინული კორუფცია ახლებურად გაიფურჩქნა და მედიაში ბევრმა ასეთმა კორუფციულმა სკანდალმა გამოჟონა. უკრაინის რადას დეპუტატმა და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ ანა სკოროხოდმა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კორუფცია ყველა დონეზეა. ერთ-ერთი პრობლემური საკითხია კორუფცია ჯარში. კორუფცია როგორც დაბალ, ასევე ყველაზე მაღალ დონეზე. ჩვენ არაერთი შემთხვევა ქონდა, როდესაც ჩვეულებრივი ჯარისკაცებისგან ფულს ითხოვდნენ.
დეპუტატმა მაგალითისთვის კონკრეტული კორუფციული სქემები მოიყვანა. მისი სიტყვებით, ჯარისკაცები იძულებულები არიან მეთაურებს ქრთამი გადაუხადონ, რათა ისინი ფრონტის წინა ხაზზე არ გაუშვან. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კორუფციული სკანდალი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებს უკავშირდება. ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და უკრაინის სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ 2022-2023 წლებში უკრაინის სამხედრო უწყებას ასურსათო პროდუქტების შესყიდვაში გამოიჭირეს ძალიან გაბერილი ფასებით. სკანდალს ოქროს კვერცხების მეტსახელი მიეცა, რადგანაც თავდაცვის სამინისტრო კვერცხების და სხვადასხვა პროდუქტების შესაძენად 3-ჯერ უფრო მეტ თანხას ხარჯავდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ სუპერმარკეტებში ღირდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ბიუჯეტიდან 723 მილიონი უკრაინული გრივნა მოიპარეს, რაც 18 მილიონი ამერიკული დოლარის ტოლფასია. Minobороны законтрakt. თავდაცვის სამინისტრომ კვერცხების შესყიდვის ფასად 17 გრივნა მიუთითა, მაშინ, როდესაც სუპერმარკეტებში 7 გრივნა ღირს. კილოგრამი კარტოფილის შესყიდვის ფასი 22 გრივნა დააფიქსირა, რომლის ყიდვაც 8-9 გრივნადაა შესაძლებელი. ამას უკრაინულ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება მოყვა, რაც გასაგებიც იყო. ქვეყანა ომში ნადგურდება და კორუმპირებული პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასეთ მძიმე ჟამს საკუთარი თანამოქალაქეების სიცოცხლის ფასად ხელის მოთხოვებას ცდილობს. Опять коррупция. კვლავ კორუფცია, დრო მიდის, არაფერი არ იცვლება. რაღაცა მაინც იცვლება, მხოლოდ გარეგნულად, დეკორატიულად. ოქროს კვერცხების კორუფციულ სკანდალს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი შეეწირა, მაგრამ უკრაინული კორუფცია ერთი სამინისტროთი არ შემოიფარგლებოდა. მალევე ცნობილი გახდა კიდევ ერთი კორუფციული სქემის შესახებ. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვასილი ლაზინსკი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა 2023 წელს დააპატიმრეს. მინისტრის მოადგილე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები გაგანია ომის დროს ელექტროგენერატორებს ხელოვნურად გაზრდილი ფასებით ყიდულობდნენ და ეგრეთ წოდებული ატკატების მიღებით ყოფილან დაკავებულები. ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში რამდენიმე მინისტრის მოადგილე და კიდევ უფრო მეტი მაღალჩინოსანი შეეწირა კორუფციულ სკანდალებს. მაგრამ კორუფცია უკრაინული ჯარით და სამინისტროებით არ მთავრდება. ის ყველგანაა და იქაც კი, სადაც მოქალაქეების ბოლო იმედია, ანუ სასამართლოში. 2023 წელს უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს 3 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისას. როგორც გაირკვა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უკრაინელი მილიარდერისგან აუღია ქრთამი მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად. რა გამოდის? ევროკრატების საყვარელი ტერმინი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება უკრაინაში უბრალოდ არ არსებობს. დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მაგივრად უკრაინაში კორუმპირებული მართლმსაჯულებაა. მაგრამ რატომ არ ვისმენთ მაშინ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან კრიტიკას უკრაინის მიმართ? თუ უკრაინული კორუფცია არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის იქამდეა მისაღები, სანამ ზელენსკის მარიონეტული ხელისუფლება ომს გააგრძელებს. Система построена. სისტემა, რომელიც აშენებულია კანონდარღვევებზე და ქურდობაზე, ვერ შეძლებს ეფექტურად განკარგოს ვერანაირი რესურსი. მარტივი რაღაცის გაგებაა საჭირო. მათ ატომური იარაღი რომ მისცე, მილიარდობით დოლარი და ტომოჰავკები. ისინი მაინც ისევე მოიპარავენ და გააფუჭებენ ყველაფერს. იმიტომ რომ სახელმწიფო სხვა რაღაცითაა დაკავებული. პოლიტიკური კორუფცია უკრაინას მოკლავს ნებისმიერ საზღვრებში, ატომური იარაღით თუ მის გარეშე. ომმა კარგად დაგვანახა, რომ არსებობს პოლიტიკური კორუფციის ის დონე, რომლის დროსაც მნიშვნელობა არ აქვს რა ოდენობის დახმარებას მივიღებთ. მაინც მოიპარავენ და არაეფექტურად გამოიყენებენ. ამიტომაც პოლიტიკური კორუფცია უკრაინის მთავარი მტერია. უკრაინის ომის გასაგრძელებლად არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ქვეყნების მიერ გამოყოფილი 100 მილიარდი ამერიკული დოლარი, რა მიზნობრიობით იხარჯება, დასავლეთშიც არ იციან. ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ამაზე ხმამაღლა საუბარი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დაიწყეს. ისინი წუწუნებენ, რომ უკრაინული მხარე მათთვის ხარჯთაღრიცხვის ჩვენებას ვერ ახერხებს. უკრაინა ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. ისინი ვერ გვეუბნებიან თუ რა არის მათი საბოლოო მიზანი. არ ვიცი როგორ შეიძლება სამხედრო ოპერაციის დაწყება თუ კი არ იცი საბოლოო მიზანი. მეორე, რასაც ისინი ვერ აკეთებენ, ესაა ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მისცა 200 მილიარდ დოლარზე მეტი. რისი დიდი ნაწილიც უკრაინის საზღვრების დაცვას უნდა მოხმარებოდა იმ ფონზე, როცა შეერთებული შტატების საზღვრები დაუცველია. ჩვენ ვიხდით უკრაინის სკოლებისთვის, დასუფთავების სამსახურებისთვის, მათ პარლამენტში ხელფასების მომატებისთვის და ამაზე მათგან ვერ ვიღებთ ხარჯთაღრიცხვას თუ სად მიედინება ეს თანხები. ამას წინათ განაცხადეს, რომ არ იციან თუ სად მიდის ეს ფინანსები. ვიღაცამ ხომ უნდა იცოდეს სად წავიდა ფული. ის თუ სად მიდის ეს ფული და რამდენად გამჭვირვალეა ეს ყველაფერი, პირველ რიგში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უნდა იცოდეს.
ზელენსკიმ, რომელმაც ერთპიროვნული შეუზღუდავი მმართველობა დაამყარა უკრაინაში. მაგრამ ზელენსკი იმით არაა დაკავებული, რითაც ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი უნდა იყოს. ის გლობალური ომის პარტიის დავალებების შესრულებაზე ფიქრობს, პირველ რიგში და უკრაინაში პოპულარულ უკრაინულ სამხედროებს უპირისპირდება, მას რომ ოპონირება და პოლიტიკური კონკურენცია ვერავინ ვერ გაუწიოს. სწორედ მსგავსი მოტივით გაათავისუფლა 2024 წელს მან თანამდებობიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი. ზალუჟნი 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს. 2023 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად გამოჩნდა, რომ ზალუჟნის უფრო მეტი უკრაინელი ენდობოდა ვიდრე ზელენსკის. აშკარა იყო, რომ ზელენსკის კონკურენტი გამოუჩნდა, ვინც ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ზალუჟნი ზელენსკის ბრძანებებს სამხედრო ავანტიურის თაობაზე ბოლომდე არ ემორჩილებოდა. ის ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაერჩინა და დასავლეთიდან მიღებულ უაზრო ბრძანებებს კონტრშეტევაზე დიდი სამხედრო რესურსის მობილიზების თაობაზე არ თანხმდებოდა, რადგანაც ათვისნობიერებდა იმას, რომ კონტრშეტევა მაინც კრახით დასრულდებოდა, მაგრამ დიდი რაოდენობით უკრაინელი ჯარისკაცების მსხვილ შეწირვას გამოიწვევდა. Потому что он сберег часть. მან შეინარჩუნა შეიარაღებული ძალების ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას რომ ამერიკელებისთვის დაეგდო ყური, ბოლომდე განადგურდებოდა. ყოველგვარი შედეგის გარეშე ზალუჟნი არ დათანხმდა ამერიკელების განზრახვას, რადგანაც ხვდებოდა, რომ ამის რეალიზება შეუძლებელი იყო. ზელენსკის და ზალუჟნის შორის დაძაბულობა 2023 წლიდან დაიწყო. ამ კონფლიქტის პირველი ნიშნები ვალერი ზალუჟნის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდა დასავლურ გამოცემა ეკონომისტში. ამ ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მაშინდელმა მეთაურმა წარუმატებელი კონტრშეტევის მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ომი ჩიხში შევიდა. მაშინ ზალუჟნიმ დასავლური აუდიტორიისთვის ერთგვარი გამოსაფხიზლებელი აბის ფუნქცია შეასრულა და ყველას აუწყა, რომ მათ უკრაინის სამხედრო წარმატების იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ. ეს პოზიცია სერიოზულად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტრანსლირებდა. კონტრშეტევის ხელშესახების შედეგების უქონლობის მიუხედავად, ზელენსკის ადმინისტრაციას არ სურდა იმის კონსტატაცია, რომ ომი ჩიხში შევიდა. დასავლეთიდან მიღებული შესაბამისი სიგნალების შემდეგ 2024 წელს ზელენსკიმ ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკუთარი პოტენციური კონკურენტი გაანეიტრალა და გლობალური ომის პარტიასაც ასიამოვნა. სწორედ დასავლურმა პრესამ დაიწყო ზალუჟნის დისკრედიტაციის კამპანია და უკრაინის სამხედრო წარუმატებლობის გამო ზალუჟნიზე პასუხისმგებლობის დაკისრება. ზალუჟნი უბრალოდ რეალისტი აღმოჩნდა და ხმამაღლა ამბობდა მაშინაც და ახლაც, რომ უკრაინა ძველ საზღვრებს ვეღარ დაუბრუნდებოდა. ივნისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ზალუჟნი და ზელენსკი მოსახლეობის მიერ თანაბრად იქნებიან მხარდაჭერილები, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში ზალუჟნის მხარდაჭერის რეიტინგი ზელენსკის რეიტინგს 14%-ით აღემატება. ზელენსკის მიერ ომის გაუთავებელმა გახანგრძლივების მცდელობამ, იქ გამეფებულმა კორუფციამ და უკანონობამ უკრაინელების განწყობების რადიკალური ცვლილება გამოიწვია და ბუნებრივია, რომ მათ ზელენსკის ხილვა აღარ სურთ პრეზიდენტის სავარძელში. უკრაინისთვის უსიამოვნო ახალ ამბებს ისიც ემატება, რომ სლოვაკეთისა და უნგრეთის ლიდერების გარდა, ახლა პოლონეთის ახალი არჩეული პრეზიდენტიც ეწინააღმდეგება უკრაინის ევროინტეგრაციას. კაროლ ნავროცკი ამბობდა, რომ დღეს უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან ის საომარ მდგომარეობაშია. ის ასევე ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში უპირობო გაწევრიანებას. ასე ერთი ხელის მოსმით, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სხვა ევროკრატების დაპირებები უკრაინის მხარდაჭერაზე მანამ სანამ საჭირო იქნებოდა, შეიცვალა საკმაოდ ბუნდოვანი რეალობით, სადაც არც ომის დასრულების პერსპექტივა ჩანს და არც უკრაინელი მოსახლეობის ბედი ადარდებს ვინმეს. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაპირებების თუ ვინმეს სჯეროდა, მაშინ ხომ არარეალისტური იყო ამის გაფიქრება და დღეს მით უმეტეს. სამაგიერო deep state-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის გეგმა სრულდება და ევროპაც უფრო მეტად სუსტდება. მე იოანე შაიშმილაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.